ბატონო ვახტანგ, ჩვენი სუფრის ქალბატონებს მინდა ერთი ლამაზი, ესე ვთქვათ, ლექსი მიუძღვნა. არა, ერთით არა, ლექსი არ გინდა. შეიძლება მინდო, არა, ლექსი უნდა ვთქვა. არ გინდა ლექსი დაჭერე, ბიჭო. ერთიდან გოდიში ჩემოზმაო, ლექსი უნდა ვთქვა. არ გინდა ეს ლექსი, ბიჭო, არ გინდა. შენ არ ხარ ევა, აიმე. მაგრამ ხარ ქალი. არ გინდა ეს ლექსი, ხოთარი დაჭექი. იქნებ ეს ჩემთვის დიდი ნაკლია. არ გინდა ნაკლებზე ნუ გასაუბროთ, ნაკლებზე, არ გინდა. დაბადებიდან გაქვთ ჩემი ვალი მე ხომ თქვენ გამო ნეკნი მაკლია. ხუმრობა იქეთ. მე შემიყვარდა. გეხვეწები ნახე როგორ გიყვარდა. მოშორებული ჩემს სხეულს ზვალი. არ გინდა, გიგა. ყველა ლექსს დავთმობ იმერთის გარდა. ასტრობს გასლი და მე მოგიყავ დედის გამოდიახე. გოდიში რაღაცა გაუგებრობა და მალე დავბრუნდები. მოდი. შენ ნორმალურ ხარ ბიჭო, ა? ბიჭო რა გინდა შენ ნორმალურ. ეს მისუთ მაგაცუში გინება მაგ სუფრაზე რატომ მაგინდა? რა სუფრაზე გაგინე ბიჭო რა საკეთე გვენ ხედავ როგორ გიყურებ და ლექს აღატო ყვები ხოჭებზე მაღალი ხარ. ლექს აღატო ყვები. რა მოხდა? მე ლექს უყვები. რა მოხდა? ისე ყვები იმ ლექსო კიდე ხა მე მოგეცი შეჭე. არა შენ. აი ძმაო აღარ მოყვები. აი შენ არ ინერვიულო ძმაო და ვაფშე საერთოდ აღარ მოვიღებ ხა ეს ვიყოფილა. აუ კიდე რომ მოგვიყვე. რა დროს ლექსია როცა სუფრასთან ბატონი მიხეილია, ქალბატონებსია. არა ლექსი ალბათ აღარ გამოვა და მოდით რა ხარ. ბიჭი რომ ლექსს კითხულობ. იცით რა არის ლექსები მეც ვიცი ძალიან კარგი ლექსი ვიცი ცია მოусმინე იყო არ იყო არასდროს. კარგი ლექსი თუ აქდათ მე მაშინ პირდაპირ გეტყვით იმას რისთვისაც მოვედი და რისთვისაც ამ ხელა სუფრა გაწიე და ამ ხელა ხარჯი გაწიე და ასე შემდეგ აუცილებელია ეს. რა თქმა უნდა ქალბატონო აუცილებელია იმიტომ რომ ამის გარეშე ამისთვის ავარ მოსულები.